Art Hall-ში ქართული ხმა 2025 კონკურსი დასკვნითი საღამო და დაჯილდოება გაიმართა. კონკურს ფესტივალი, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი მომღერალი სოფო ბედია, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ნიჭიერ ბავშვთა და მოზარდთა აღმოჩენა. გრან-პრის მფლობელს მასზე მორგებული ახალი ქართული სიმღერა ტექსტით, საუნდ ინჟინერიითა და სტუდიური ჩანაწერით გადაეცა. ასევე გათვალისწინებული იყო ფულადი ჯილდოები. საღამო ჩაიარა ძალიან კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ძალიან ღელავდნენ, მეც როგორც ორგანიზატორი და წამყვანი ძალიან ღელავდი და ნერვიულობდი, მაგრამ ისეთი ფანტასტიკური იყო ყველა ბავშვი. უბრალოდ გული მწყდება, რომ მინდოდა ყველასთვის რაღაცა საპრიზო ადგილი ყოფილიყო, მაგრამ კონკურსის წესებს ვერ აუვლით გვერდს და აქ გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობს. ძალიან გამიხარდა, სხვათა შორის რომ თქვა, რომ გრან-პრის ველოდებოდი არა, რადგან უფრო ადვილი არის, როდესაც უცხოურ სიმღერას მღერი და რო გახდე ქართული ხმის გამარჯვებული, ძნელიც იყო, მაგრამ არ გამიჭირდა, რადგან ძალიან კარგი სიმღერა მქონდა. ცირაბზიშვილი არის კომპოზიტორი, ძალიან დიდი მადლობა მას, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, სოფო ბედიასა და ჩვენს ჟიურის.